22 საათზე შემოვიდა 10 აგვისტოს. უკვე მელოგინია მეგობრებო. მელოგინის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 88 ტენზიო ნორმალური საშვილოსნო შეკუმშვილი, მაგრამ გამონადენი საშუალო მუქი ძიმე ჰემორაგიული, ანუ ძველი სისხლიც არის და ჰემორაგია. სულ იმ დროისათვის დაკარგული სისხლის მოდენობა 650 მილილიტრი. გრძელდება ოქსიტოცინის ინფუზია. რას ფიქრობთ ამაში? გრძელდება სისხლდენა ზემოთ 650. უკვე 500-ს გადავახდით, ხო? სისხლიანი გამონადენი. თუმცა შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ უნდა ჩაერთოს რეჟიმი თუ არა? რა თქმა უნდა, ჩაერთოს, ხო? მელოგინის მდგომარეობა 23 საათზე 1 საათში უკვე ზოგადი დამაკმაყოფილებელია. ერთადერთი რაც შეიძლება ფაქტურად არაფერი განსხვავება, მაგრამ საშვილოსნო შეკუმშვილია კარგად. გამონადენი საშუალო მუქი ჰემორაგიული სულ ამ დროისათვის დაკარგულია 700 მილილიტრი. უკვე ჩაპაევინდა გავიხსენოთ უკვე 23 საათზე და 15 წუთზე საშვილოსნო კვლავ მოდუნდა. გამონადენი საშუალო ჭარბი სისხლიანი 400-450 მილილიტრი ობიექტურად. პულსი ნორმალურია, წნევა თითქმის ნორმალურია. ნუ სუნთქვითი 20-ია და სატურაცია. მაგრამ პულსიც მოიმატა უკვე. მოიმატა კი. წნევაც დაიჭირა. ჩვენ თქვით რომ პირველი ეს არის პულსი, სისტოლური და მერე ესენი. ჩატარდა აქტივობები. აღებული იქნა მეორე ვენა. დაწყებული იქნა ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია. ინტრამუსკულარულად შეყვანილი იქნა მეტილურგლიკოლი, რექტალურად 1000 მიკროგრამ. საშვილოსნო შინაგან გარეგანი ბიმანუალური კომპრესია. საშვილოსნო შეიკუმშა კარგად. ამ დროისათვის სისხლის დანაკარგი 1000-დან 1200 მილilitrამდე გადაცნა. ნახეთ რა სულელური გადაწყვეტილება. ვინაიდან სისხლის დანაკარგვა შეადგინა 28%, საჭიროა ჰემოტრანსფუზიის წარმოება. დაწყებული იქნა სისხლის მოძიება. ახლა ეს იმ შემთხვევაში გაგრძელებაა, ხო? არის თუ არა დარღვევა? რა თქმა უნდა. 500 უნდა მომძენი მელოგინეს აღენიშნა ჰიპოტენზიის ეპიზოდი. უკვე უყურეთ 60 და 80-ია. ამ ეტაპისათვის გადასმულია 2000 ფიზიოლოგიური ხსნარი. საშუალო კვლავ აღენიშნება სისხლოვანი გამონადენი. თანამედროვე ჯგუფის სისხლის ვერ იქნა მოძიებული. ამ მომენტისათვის ლაბორატორიული მონაცემებით უკვე ჰემოგლობინი არის 62 გრამზე, ჰემატოკრიტი 17 კატასტროფულია უკვე დაფიქსირდა პოსტგემარაგული მწვანე ანემიის დიაგნოზი. გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა. 0 საათზე და 10 წუთზე მელოგინის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პულსი უკვე 140-ია, მეზატონის ფონზე საშვილოსნო შეკუმშვილია კარგად, გამონადენი საშუალო სისხლოვანი მუქი ბერის მცირე ოდენობით, მელოგინე კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია პერინატალური ნერვულის მესამე დონის კლინიკაში. ანუ დინამიტი შეუგდეს მესამე დონეს, სანამ მიიყვანს, სანამ სადისკუსიო კითხვები. სისხლის დანაკარგის რომელ კლასს მიეკუთვნება პაციენტი ამ ეტაპს? მესამე კლასი. რამდენად ადეკვატურად ჩატარებულია ინტერვენცია? არანაირად. აბსოლუტურად არადეკვატ.
რამდენად ადეკვატურად გაგრძელდა მონიტორინგის სისხლის დანაკარგის კლასიფიცირება ლაბორატორიული მონიტორინგი. არ ჩაკარდა. რამდენად დროულად და ზუსტად მოხდა სისხლდენის მიზეზის დადგენა. არა, საერთოდ არ დადგენილა. რამდენად ადეკვატურად შეფასდა სისხლდენის სიმძიმე. არ შეფასებულა. იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის გემორაგიული შოკი. ბოლოს კი მიხვდნენ რომ რამდენად დროულად განხორციელდა პაციენტის რეფერატი. მნიშვნელოვანი დაგვიანება. არა დაგვიანება, არამედ მნიშვნელოვანი დაგვიანება. დანაკარგის რომელ კლასს მიეკუთვნება პაციენტი, ანუ მესამე თქვით, სისხლის დანაკარგის კლასიფიცირება. ჰემოგლობინი 120, blood pressure 60-40-ზე, ჰემოგლობინის კლინიკური ნიშნები არ არის აღწერილი. სისხლის დანაკარგი უკვე 35%-ია, დაახლოებით ეს არის 1500-დან 2000 მილilitrამდე. როგორი მიდგომაა საერთოდ PPI-ში სამართავად და რა მონიზებები ტარდება? აი აქ არის მიღებული რეანიმაციის ეტაპობრივი საფეხურები, რომელიც იწყება კრისტალოებრების ინფუზიით. რინგერი უნდა გადასმოდება. რომელი რინგერი? ლაკტა. ლაკტა, სწორია. შემდეგ გრძელდება ერითროციტალური მასა და გრძელდება სისხლის შემადგენელი ფაქტორების ან თრომბოციტების გადასხება. გამონაკლისს წარმოადგენს მასიური სისხლდენა. მანდამაინც ეთანხმებით ამას. მეც არ ვეთანხმები. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცხებთ ერითროციტალური მასით, ვინაიდან ჩვენ ერთ-ერთ სლაიდში ვთქვით, რომ 75% იტანს ორგანიზმი. ამიტომ, მაგრამ ვერ იტანს 30%-ის პლაზმის დაკარგვას. ამიტომაც ჩვენ ვიწყებთ პლაზმა. რა თქმა უნდა, კრისტალოიდები ეს უდავოდ, პლაზმა, შემდეგ ერითროციტალური მასა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეკომენდირებული ერითროციტული მასის და ახალგაყინული პლაზმის შემდეგი თანაფარდობა. ესეც კითხვებში ქონდა. 1-1 ან 2-1. მაპატიეთ, ეს არის სულ ახალი მონაცემი. რეკომენდირებულია სისხლის და სისხლის კომპონენტების ტრანსფუზიის დაწყება ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებამდე. როდესაც ამბობ, რომ დაკარგული გაქვს 1000 მილილიტრი, ნუ ელოდები იმას, დაიწყე უკვე. ეს შენ კანონით გაძლევს ამის უფლებას. რას ელოდები ამ სისხლის ანალიზს? რავა თუ მოგივიდა 120 გრამილიზი არ გადაასხა? მოკლავ. თუ განხორციელებული ინტერვენციები არაფექტურია, სწრაფად უნდა იქნას დაწყებული რიგით შემდგომი მკურნალობა. გრძელდება მოცირკული სისხლის მოცულობის შევსება, სისხლის დანაკარგი 1500 მილilitrამდე, ყოველ დაკარგულ 1 მილილიტრის სისხლზე 3 მილილიტრი კრისტალოიდი. ჰემოტრანსფუზიის დაწყება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, როცა ჰემოგლობინის დონე ნაკლებია 7,8 გრამი დეცილიტრზე. არა ლიტრზე, არამედ დეცილიტრზე. -3 სტეპენი. იმ შემთხვევაში თუ 2-3 ლიტრი კრისტალოების გადასხმის შემდეგ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არ გამოსწორდა და სისხლის დენა გრძელდება, რეკომენდირებულია 2 პაკეტი ერითროციტალური მასის გადასხმა ჰემოგლობინის მაჩვენებლის მიღება. ახალგაყინული პლაზმის გადასხმა იწყება 4 პაკეტი. იმ შემთხვევაში თუ PT ან APTT მაჩვენებელი 1.5-ჯერ აღემატება ნორმალურ მაჩვენებელს.
ეს უკვე გვინდა ჩვენ რომ კორექცია გავაკეთოთ, რამდენი გადავაწყოთ. ამიგეთ, თუმცა არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული კოაგულოგრამის მაჩვენებლებზე. გასაგებია, ამ შემთხვევაში საერთოდ იგნორი შეიძლება გააკეთოთ. ერთადერთი თუ გაინტერესებს კოაგულოპათიური სისტემა, ელემენტარული უბრალო ტესტი შეიძლება გაკეთდეს, რომელიც გინდათ, დავუშვათ ლივარით. ექსპერტ აზრით რეკომენდებულია ყოველ ორ პაკეტ ერითროციტულ მასასთან ერთად ერთი პაკეტი ახალგაფრენული პლაზმის გადაცემა. ესეც პოსტულატია ფაქტურად ეს ყველა მიცით. რამდენად ადეკვატური ჩატარებული ინტერვენცია პირობა სისხლის დანაკარგი 1000-დან 1500 მილilitrამდე ვაგინალური მშობიარობის დროს და 1500-ზე მეტი გაგრძელების პირობებში და ჰემოდინამიკური არასტაბილურობა. არ არის ნორმალურად გაკეთებული, რა თქმა უნდა ეს. რამდენად ადეკვატურია ჩატარებული ინტერვენციები. გააკეთე ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე. ჩაატარეს საბაზისო კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულაციური ტესტები და სისხლის შედეგების ტესტები. გამოიყენეს სისხლის დენის შეჩერების დროებითი ტესტები, მაგალითად მუცლის აორტის ტამპონა და საშვილოსნო შიდა ბალონირება. გადაასხე 2 პაკეტი ერითროციტული მასა და 1-2 პაკეტი ახალგაფრენული პლაზმა. გააქტიურე მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი. იმ შემთხვევაში თუ სისხლის დენა მძიმე და საჭირო 4 პაკეტი ერითროციტული მასის გადასხმა. ვაგინალური მშობიარობის შემთხვევაში პაციენტი უნდა გადაიყვანოს საოპერაციო ბლოკში კონსერვატიული ქირურგიული ინტერვენციების განხორციელების მიზნით. ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში განიხილე არტერიული ემბოლიზაციის საკითხი. საკეისრო კვეთის დროს გააგრძელე კონსერვატიული ქირურგიული ინტერვენციები. სისხლის თრომბოციტების და პლაზმის ტრანსფუზია. მასიური სისხლის დროს უპირატესობა სისხლის კომპონენტების ტრანსფუზიას ენიჭება. კრისტალოების ინფუზიასთან შედარებით. პოსტქირურგიულ პაციენტებში არტერიული წნევის განმეორებითი დაქვეითება და გამოყოფილი შარდის ოდენობის შემცირება მიუხედავად სისხლის მოცულობის ადეკვატური შევსებისას კლინიცის ეჭვი უნდა მიატანოთ მიმდინარე სისხლდენას. ასეთ პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსება უნდა მოხდეს უპირატესად სისხლის პროდუქტებით და ფიბრინოგენით, ვიდრე კრისტალოიდებით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დილუციური კოაგულოპათია და დაამძიმოს სისხლის მიმდინარეობა. ასაგებია. სისხლის დანაკარგი 1500 მილლიზე მეტი მიმდინარე სისხლისდენა და ჰემოდინამიკური და არის არასტაბილური. პაციენტი მიუხედავად ჩატარებული პირველ საწყისი მკურნალობისა. ეს რაც მოხდა უკვე 23 საათზე. გააქტიურე მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი. თუ კონსერვატიული ქირურგიული ინტერვენციები არაადეკვატურია, აწარმოა ჰისტერექტომია. არ არის რეკომენდებული ჰისტერექტომიის გადავადება. პაციენტს შეუნარჩუნე თბილი გარემო. უმკურნალი აციდოს. შეაფასე კალიუმის და იონიზირებული კალციუმის კონცენტრაცია. ყოველ 15 წუთში ერთხელ, მას შემდეგ რაც ამოქმედა მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი. საშიშია როგორც გიპერ, ისე გიპო. ეს კითხვებში ჰქონდა თქვენ, როგორ გაიცით ამიცი. მაგას შევაფასებ და გეტყვით მე. უმკურნალი ჰიპოკალცემიას და ჰიპერკალცემიას აგრესიულად. გააგრძელე სანამ მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი გრძელდება.
შეინარჩუნეს ჟანგბადის სატურაცია 95%-ზე მეტი. აი ეს არის მასური პროტოკოლის ნიმუში. თუ ვინმეს გინდათ, მე ამოგიბეჭდავთ და მოგიჭდავთ. მოღა გავჩერდებით. PPH-ის ყურადღების პოტენციური ინტერვენციები. აქვე არის რა სამკურნალო საშუალებები გამოიყენება. აი ეს არა გვაქვს ჩვენ. ეს არის იგივე ერგომეტრინის შესაბამისი. დიახ, აგერ არის რაც შედის. თუმცა დანარჩენი მე მგონი ყველაფერი გვაქვს, მაგრამ არა გვაქვს კიდე აი რეკომენდირებული ადამიანის მეშვიდე ფაქტორის რომელიც გამოიყენება. ფაქტურად, ძირითადად ჩვენ მაინც ჩვენი პრეპარატებით ამას ვახერხებთ და ბოლოს მერე ტრანსრექტალურად ან ინტრავენულად აქვია ემზამას. ყურადღების პოტენციალი ჭრილობის აღება აუცილებლად საჭიროა. დაუშვათ ეს არის საშუალო გახეული შაშუა. კიურეტაში utility compression suture რა არის იცით დაუშვათ გააკეთეს საკეისრო კვეთე და მოდის სისხლი. ძირითადად სისხლის დენა გვაქვს პლაცენტარული ველიდან. უწოდებული ასეთი ოპერაცია ან სურჯესელი ან ღრუბელი ადებ და აკერებ პირდაპირ ეს არის ტამპონა და არ პლაცენტარული ველის და აჩერებს ის დენას ეს არის მხედველობაში. სქემატურად არის ერთ-ერთ პროტოკოლში up-to-date-ში, მაგრამ რადგინდათ ისედაც აქ არის კიდე ვიგაცია. პერვის პარკინგ, ანუ როგორ გადავთარგმნოთ, ეს არის მოსაცდელი მენჯის მოსაცდელი რა. ალბათ შეამოწმო უფრო სწორად. საშუალოს ტურნიკები. გეტყვით რა არის. მაგიც არის, როგორი სიტუაცია. დაუშვათ გინდა დროებით შეარჩევოს საკეისრო კვეთის დროს სისხლის დენა. ასეთი რგოლია მოცემული, რომელიც აცვავ ზევიდან ფუძედენ ზეყელამდე, შემდეგ გადაატრიალებ ამას იმისათვის, რომ ჟგუტმა მოეჭიროს და ფაქტურად საშუალო არის შკიარ შეკუმშული იშემიით არის. მეთოდის მაგალითად ჰიპოთერმია, კრიოქირურგია შეკავს საშუალოს ზღუში და იყინება. ეს დრო შენ გაძლევს უფლებას გააკეთო კოაგულაცია, შეავსო, გადაასხა პლაზმა და ასე შემდეგ. ეს შტერულად კი არ უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მოიგო ერთი 20 წუთი. 20 წუთს გაუძლებს თავისუფლად, ცოტა მეცას. კრიომისტერს სხვათა შორის გრიშენკოს ჰქონდა მაგით თავის დროზე ხარკოვის სკოლას და ძალიან კარგი იყო. ჩემ დროს არ იყო, იმიტომ მე კი, მე ვიცი, ახლა მე შეიძლება რა თქმა უნდა. ქირურგიაში გამიგია ხშირად რომ კრიოპლაზმას. კი, ვიცი, მაგალითად ერთ-ერთი საუკეთესო აი ეს თურქი რო აკეთებს უმარი რო მუშაობს, მაგას აკეთებს. და ეს კარგია, ხო, რა გვაქვს შემდეგ? Можно статью про вот это вакуумный баллон. Нет рандомизированных, но все пилотные исследования подтверждают высокую эффективность. Одну секундочку. Стоимость $50.
Грузия это будет Бакрис, Балоши, университет $410 1800 ძალიან კარგი ისა. საერთოდ არ არის ტკივილი. Ира, я об этом сказал, если вы меня слушали. Я вообще говорю, что Да. нашла статью. Так, ეს ბაქრის ბალოს რო ვიტენებთ იხდიან ამის უნდა გადავახტებით ხო? მრავალჯერადი არ არის? რაშვებით მრავალჯერადი არ არის ეს ბაქლის ბალონი? ничего, хварот, მაგრამ პრინციპში პრინციპი არის ერთჯერადი. მასე ამბუც ერთჯერადია. ჩვენ სამინისტროს რო ვკითხოთ, ყველა აქეთ მამადლიან ხო გამოგიგზავნით პაციენტი, მომაკვდავი, რომელსაც ჩირკი ასიამოასხამს ხოლმე. კაცო, პირველი დღე გვიждდება დაახლოებით 12 და 15000 ლარი. ძალიან რთული. სამინისტრო იძახის განსაკუთრების ის იდიოტი რო იყო ოდუშაური, რომ კარგი აქ წააგე, იქ ხომ ბიჭო მესამე დონე ჩვენ არ მუშაობთ რაოდენობას. არ ვაძლევთ ატკატებს, არ დენას არ უჩლიკავ არავის. გინდა გამოაგზავნე, გინდა ნუ გამოაგზავნე, მაგრამ მესამე დონე არ უნდა მუშაობდეს რაოდენობას. მესამე დონე უნდა მუშაობდეს პათოლოგიაზე, პათოლოგიის მართვაზე. ყველაფერი არეული აქვს სამინისტროს. რატო უნდა კონდეს? მესამე დონეს ათასობით შობიერ არ უნდა კონდეს. ძირითადი მასა უნდა იყოს პათოლოგიური მშობი, თუნდაც 50-50. ანუ მესამე დონე დღეისათვის არის წამგენიანი. ერთადერთი რაც ჩვენ შვილის ცოტა მაღალია პროცენტული არ გვაქვს ჩვენ ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც მე ვეუბნები, უნდა გავხსნათ კომერციული გაყოფილება, ბევრი მოდის, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ენას არავის არ უჩლიკავ, გინდა გადაიხადე, ნუ საკმაოდ დიდი თანხა უნდა ღებდეს. მე ვფიქრობ, მინიმუმ 3000 ლარი, მაგრამ შესაბამისი 150 ლარი მაინც უნდა აიღოს ქირურგმა. მე მგონი უნდა აიღოს, რა ვიცი. ამიტომ 1200 ლარი არის სასაცილო. ნახე, რამდენი კაცი მუშაობს, რამდენი ადამიანი ყველა კი არ არის სტრესულ მდგომარეობაშია ეს ბრიგადა. ნამდვილად სტრესია. 150 ლარი ბატონო ჯუმბერ სვარში კი აიღებს 150 ლარს და ქირურგმა როგორ არ უნდა აიღოს, რა დაფასება რო არ არის. კუშას დონეზე დაგვიყვანეს. ვადებული ხარ რომ ბოლოს მითხარით რომ აორტის ემბოლიზაციასაც კი აკეთებენ, მაგრამ ელემენტარული წესია აორტაზე ხელის დაწერა, სხვათა შორის ძალიან ძველი წესია, ყველაფერი ძველი არ არის ცუდი, ძალიან ბევრი კარგია და ბოლოს სამი არის, ეს არის შიგნითა თეზოს არტერიის გადაკვანძა ან ემბოლიზაცია შემოდის. ილია კარტერი კომპრესია ან საერთო თეზოს არტერიის ეს ძალიან საშიშია, რითი არის საშიში. მეგობრებო, ერთი წუთით რა. ერთი წუთიანი შეცდომა უნდა გაკეთდეს, რომ აზრობ 2000 კი